STEM მიმართულებით განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომავლის პროფესიების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პარტნიორობით უკვე მეოთხე წელია STEM სკოლა ფუნქციონირებს. ამ პერიოდში პროექტის პირველი, მეორე და მესამე მოდული 2000-ზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა. ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია 500-ზე მეტმა მიიღო. როგორ მუშაობს პროგრამა, რა შესაძლებლობებს აძლევს ის მოსწავლეებს და როდის დაიწყება ახალი ნაკადის მიღება, თემას სტუმართან კომაროვის სკოლის დირექტორის მოადგილესთან გიორგი ხომიძესთან ერთად გავაგზავნეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად რომ დავიწყოთ, რამდენად შედეგიანია, მე კი ვახსენე რამდენიმე მაჩვენებელი, რომელიც ჩემი გაგებით ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ამ პროექტის წარმატებას უსვამს ხაზს, თუმცა თქვენი გადმოსახედიდან რამდენად მიიღეთ ის შედეგი, რომელიც 4 წლის წინ ჩაიფიქრეთ და არის თუ არა ეს მიმართულება საინტერესო ჩვენი მოსწავლეებისთვის. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. STEM სკოლა ეს არის კომაროვის სკოლის და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დისტანციურად სახლიდან გაუსვლელად შეისწავლონ მომავლის ასე ვთქვათ, ცოდნა მიიღონ, მომავლის პროფესიების მიმართულებით დამატებით ნაბიჯი გადადგან და ვისაც განსაკუთრებით აინტერესებს ტექნოლოგიები, რობოტიკა, ამ მიმართულებით დაინტერესებულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მაღალი ხარისხის STEM განათლებაზე წვდომა ჰქონდეთ. რაც შეეხება შედეგიანობას, არნახული მოთხოვნა არის უკვე მერვე ნაკადს ვიღებთ ამ 3 წლის განმავლობაში მეოთხე წელი დაიწყო, რაც ეს პროექტი უკვე არსებობს და თითქმის ყოველი ნაკადის რეგისტრაციის დროს დაახლოებით 1500-მდე მოსწავლე გამოთქვამს სურვილს, ამდენი რესურსი ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაქვს და დაახლოებით ყოველ მიღებაზე 250-300 მოსწავლე ამდენ მოსწავლეს ვიღებთ მოკლედ და ამდენივე შეძლება შესაძლებლობა რომ პროექტში ისწავლოს საკმაოდ თანამედროვე და მოთხოვნადი მიმართულებები. თვითონ რა პრინციპით არჩევთ დაუშვათ მოსწავლეებს, რადგან ამხელა მოთხოვნა, მე ხშირად შემხედრია, მათ შორის სოციალური ქსელებითაც, რეკლამის კუთხითაც და ძალიან ბევრს ვიცნობ, რომელმაც ეს პროგრამა გაიარა. ჩემს გამოცემო ასეთი საკმაოდ მრავლად არის და შესაბამისად, ამიტომაც საინტერესოა, რა პრინციპით იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს მოსწავლე ავარჩიოთ და არა სხვა. და თვითონ დისტანციურად როდესაც არის, რამდენად შედეგს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები დღეს იძლევა შესაძლებლობას, განსაკუთრებით ის მიმართულები, რომელსაც თქვენ აქ ასწავლით, რომ საკმაოდ კარგად ასწავლოთ, თუმცა დისტანციური სწავლების მეთოდით საინტერესოა, რამდენად რეალურ შედეგს იღებთ. ასევე რეგიონების ნაწილიც თუ არის ჩართული ამ პროექტში. ან თუ ყავთ მოსწავლეები რეგიონებიდან. დიახ, მადლობა ძალიან საერთო შეკითხვა და მეორე შეკითხვით დავიწყებ. ეს იყო გამოწვევა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ, როგორ შეიძლება დისტანციური ფორმატით ვასწავლოთ ტექნიკური მიმართულებები, რომელიც თან კეთებით სწავლებას საჭიროებს, ასე ვთქვათ და აქ არის ალბათ ყველაზე ინოვაციური მიდგომა, რაც უნიკალურობასთან ძალიან ახლოს არის უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთი რაღაც კონკრეტული პროექტის მოდელი არ არის გადმოკოპირებული თავიდან ბოლომდე ჩვენი გუნდის მიერ არის შექმნილი. ეს არის ერთდროულად ჰიბრიდულ რეჟიმში, ასე ვთქვათ, დისტანციური ფორმატით და სახლში კეთების სწავლებით შერწყმა აი ამ პროცესების და რას გულისხმობს ეს, რომ ესე იგი დისტანციურ რეჟიმში მასწავლებელი კონკრეტული ციფრული პლატფორმების საშუალებით მოსწავლეებს უჩვენებს თუ რა უნდა გააკეთონ სახლში და მოსწავლეები სახლში პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ უშუალო მატერიალური რესურსებით და აი უფრო გასაგები რო გახდეს მაყურებლისთვისაც ჩავშალოთ რას გულისხმობს ეს სწავლება. აქ მოსწავლეები კონკრეტულ რაღაც ტრადიციულ საგანს ასწავლობენ ან ფიზიკას, ან მათემატიკას, ან პროგრამირებას. ეს არის ერთდროულად რამდენიმე ტექნიკური სფეროს ინტეგრირებით შექმნილი კურსი, სადაც ფიზიკას, მათემატიკას, პროგრამირებას, რობოტიკას, ინჟინერიაც ერთად არის, ასე ვთქვათ, გაერთიანებული და მოსწავლეები ეუფლებიან ცოდნას შემდეგი მიმართულებით. ქმნიან თანამედროვე რობოტიზირებულ მექანიზმებს, მოწყობილობებს, აი მაგალითად რობოტი მანქანა, რომელსაც შეუძლია იაროს დაბრკოლებები ამოიცნოს, შლაგბაუმთან გაჩერდეს ის შლაგბაუმის შექმნაც, ასე ვთქვათ, სენსორებით მართვადი, ასე ვთქვათ, პულტით მართვადი მექანიზმები, შეიძლება ავტომატური სარწყავი სისტემა სახლიდან რო გავალთ და დიდი ხნის განმავლობაში მცენარე რო არ გახმეს, პერიოდულად მიაწოდოს წყალის კონკრეტული რაოდენობა, ხო? აი ასეთ მოწყობილობებს მოსწავლეები თავად ქმნიან სახლში და ესე იგი გამართლებული იმით არის, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდება, ლექციური
სახით. ეს არის დეტალური ინსტრუქციები და ესე ვთქვათ, სიღრმისეულად გაანალიზებული პროცესები, თუ როგორ შეიძლება მოსწავლემ სახლში დამოუკიდებლად იმუშაოს კონკრეტულ ინჟინერულ პროექტზე და აი კეთებით სწავლება შემოდის უკვე და ამის საშუალებით ხდება მე ამას იყენებთ ხომ, ანუ მე რა გაგრძელება აქ ისე საინტერესოა და მე სპეციალურად ვიკითხე რეგიონების მიდან თუ არიან ბავშვები ჩართული, თუ მხოლოდ დედაქალაქს მოიცავთ. პირიქით, ონლაინ ფორმატი ჩვენ დაკვეთა იყო კომაროვის სკოლას და საქართველოს ბანკიც დაინტერესებული არის იმით, რომ ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობა გაზარდოს და აი ონლაინ ფორმატი გვაძლევს ამ საშუალებას. რუკას რო დავხედოთ, მთელი ქვეყნის ყველა კუთხიდან ყავს მოსწავლე და ესე იგი დაახლოებით 60%-მდე პირიქით რეგიონიდან არიან და არ თბილისიდან სხვათა შორის. ანუ განსაკუთრებით საინტერესო არის რეგიონელებისთვის. როგორ არჩევთ ამ მოსწავლეებს, რომ სწორედ მათ ისწავლონ ეს ყველაფერი? აი ეს რაც ჩამოთვალეს სფეროები, რომელიც ცოდნების გაერთიანებითაც არის კურსი შექმნილი, ამ კურსის შესაბამისად მოკლედ გვაქვს ტესტირება და ჩვენ არ ვთხოვთ რაიმე წინარე ცოდნას მოსწავლეებს, რომ ჯერ ეს უნდა იცოდე და ამ შემთხვევაში მოდი ჩვენთან. გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური და საბუნებისმეტყველო ნაწილი ტესტირებაში, რომელიც უფრო მეტად უნარებს ამოწმებს და იმას თუ რამდენად მოსწონს ან რამდენად ხედავს საკუთარ თავს მოსწავლე, ასე ვთქვათ, აი ამ მიმართულებაში, STEM მიმართულებაში და რაც გულისხმობს ლოგიკურ და სააზროვნო ტიპის სავარჯიშოებს და ესე იგი ნებისმიერ სურველს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და სცადოს ბედი, რამდენად ეს ტესტი ერთგვარი პასუხიც არის იმაზე, რამდენად ვარ მზად იმისთვის, რომ ამ მიმართულებით განათლება დავგეგმო. შემდეგი მიღება გვაქვს სექტემბერში უკვე, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოვაცხადეთ მერვე ნაკადზე რეგისტრაციას და აქამდე 7 ნაკადი მივიღეთ. ამ 7 ნაკადის განმავლობაში 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ყავდა ან ყავს, ანუ მიმდინარე მოსწავლე. და 500-ზე მეტმა მიიღო სტიპენდია საქართველოს ბანკის. აი ეს როგორ რა პრინციპით ხდება დაუშვათ არჩევა? იგივე ტესტის საფუძველზე. ტესტირების დროს ორ კონკურსში მონაწილეობს მოსწავლე. ერთი მოხვდეს STEM სკოლაში და მეორე თუ მოხვდება STEM სკოლაში მოიპოვებს თუ არა სტიპენდიას და მოკლედ აი ამ 7 ნაკადის განმავლობაში სტიპენდიას იმისთვის რომ დაფინანსება მიიღოს სკოლაში. თვითონ სწავლის პროცესი რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება? სწავლის პროცესი ეს არის კვირაში 4-40 წუთიანი გაკვეთილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ის, რომ მოსწავლე როგორც დასწრებულ, ასევე დაუსწრებელ დროს კონკრეტულ აქტივობებში უნდა იყოს ჩართული და სასწავლო პროცესი არ არის მხოლოდ გაკვეთილზე დასწრება და გაკვეთილზე, ასე ვთქვათ, მონაწილეობა. ეს არის კონკრეტული პროექტული ტიპის დავალება. ყველა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს აქვთ მინი პროექტები შესაქმნელი, რაღაცა კონკრეტული მოწყობილობა უნდა შევქმნათ დღეს, დავაპროგრამო და კონკრეტული ფუნქციები უნდა შეასრულოს და ამ კეთების პროცესში მასწავლებელი და მოსწავლე სრულად დისტანციურად, მაგრამ ინტერაქციაში ერთმანეთთან კავშირზე არიან. მოკლედ, კვირის განმავლობაში მოსწავლე უგზავნის მასწავლებელს თავის შესრულებულ ნამუშევარს, მასწავლებელი უბრუნებს დეტალურ უკავშირს და თუ რამე არ არის ისე გაკეთებული, როგორც უნდა იყოს, ამის შესახებაც კონკრეტული ინსტრუქციაც იღებს და ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, რომ მომდენო გაკვეთილამდე უკვე სრული დავალება წარადგინოს კლასის წინაშე. საქართველოს ბანკის სტიპენდიას რამდენი მოსწავლე იღებს აი ამ მთლიანობაში რამ გამოცხადებული შემთხვევებიდან და ასევე საინტერესოა თვითონ ხანგრძლივობა რამ ხელაა. ანუ რა პერიოდის განმავლობაში ასწავლეთ? კვირაში გასაგებია 4 დღე, თუმცა რამდენი თვის განმავლობაში ან 1 წლის განმავლობაში უნდა ისწავლოს მოსწავლე? კი ბატონო. და მე უკვე შედეგის თვალსაზრისით აი 4 წელმა განმავლობაში რა გაჩვენათ? თუნდაც ეს მოსწავლეები ინტერესდებიან თუ არა იმით, რომ დავუშვათ შემდგომ უკვე სხვა ტიპის განათლება მიიღონ და ამ მიმართულებით გააგრძელონ ცოდნის გაღრმავება თუ დავუშვათ დასაქმება. ძალიან კარგი კითხვა. კვირის განმავლობაში, უпроსტად წლის განმავლობაში 9 თვე გვაქვს აქტიური სასწავლო პროცესი და თვითონ კურსი წელიწად ნახევარზეა გადანაწილებული. სამოდულიანი კურსია, ერთი მოდული შემოდგომის სემესტრს გულისხმობს, მეორე მოდული თქვა გაზაფხული სემესტრი და მესამე მოდული ისევ შემოდგომაზე. ეს შეუძლიათ სწავლის პარალელურად, სკოლაში სწავლის პარალელურად გააკეთონ ამ ბავშვებს. ეს არის შაბათ-კვირა დღეს გადატანილი, ასე ვთქვა და ნებისმიერ მოსწავლეს მოკლედ ქვეყნის მასშტაბით შეუძლია რომ ამ შაბათ-ან კვირა დღეს ჩაერთოს ამ პროცესში და თავის სკოლაში სწავლის პირიქით ამ სკოლიდან ჩვენ გვიკავშირდებიან და მადლობას გვეუბნებიან რომ მოსწავლეებმა გამოთქვეს დაინტერესება ისეთი მიმართულებებით როგორც აი რობოტიკა მაგალითად და თვითონ ეს მოსწავლეები საკუთარ სკოლებშიც კი ქმნიან უკვე გარკვეულ კლუბებს, STEM კლუბებს და მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და პროექტებში და რა შედეგი დადგა და რა გვაჩვენა, ნუ უკვე ყავს მოსწავლეები რომლებმაც სკოლას დაამთავრეს და გვაქვს უკვე მათგან ინფორმაცია საკმაოდ ბევრისგან
რომ თავიანთი მომავალი დაუკავშირეს STEM სფეროს, ზოგმა ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე პროგრამირებაზე და მსგავს ტექნიკურ მიმართულებებზეც კი მოკლედ უკვე ძალიან ბევრი STEM სკოლა დამთავრებული მოსწავლე. გექნებათ მიღება სტიპენდიის მოპოვება რამდენს მოსწავლეს შეეძლება? სტიპენდიას წლის განმავლობაში 90 მოსწავლე იღებს. აქედან უმეტესი ნაწილი 60 მოსწავლე სრულ დაფინანსებას იღებს და დანარჩენი ნაწილი ნახევარს ასე ვთქვათ და მთელი ამ უკვე 7 ნაკადის განმავლობაში 500-მდე მოსწავლეს 500 მოსწავლეს გამოვიდა რომ საქართველოს ბანკის დაფინანსებით სწავლობდა ამ პროექტში და შესაბამისად ამ მიღებაზეც მაგდენივე რაოდენობას შეიძლება მოიპოვოს. წარმატებით თქვენთ და თქვენს მოსწავლეებსაც ამ ძალიან კარგ წამოწყებასა და კარგ საქმეში. დიდი მადლობა და სიამოვნებით გიმას მისლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მადლობა თქვენ.